თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 პოლიტპატიმრის ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევას კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკისა და ირაკლი ქერაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღეს ისევე როგორც წინა პროცესზე საქმეში დაზარალებულად ცნობილი მოწმე პოლიციელები გამოიკითხნენ. პროცესზე პირველი საბა ნაბახტეველი დაიკითხა, რომელმაც ბრალდების მტკიცებით 2024 წლის 28 ნოემბრის პროევროპული პროტესტის ღამეს სხეულზე დაზიანება მიიღო. მას დაზარალებული სტატუსი აქვს 8 პოლიტპატიმრის საქმეშიც. გამოკითხვისას ნაბახტეველისთვის დარბაზში მყოფი 14 ადვოკატიდან 4-მა კითხვა ვერ დასვა. კითხვები ვერ დასვეს ბრალდებულებმაც. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დასაკითხად დრო საათი და 30 წუთი განსაზღვრა. ამის გამო ადვოკატებმა პროცესზე მოსამართლის აცილება მოითხოვეს, თუმცა გალუსტაშვილმა ის არ დააკმაყოფილა. სწრაფი მართლმსაჯულებაო ხშირად ახსენე და ჩვენ არ გვსურს სწრაფი, ჩვენ გვსურს სამართლიანი მართლმსაჯულება. თან რატო გვაჩქარეთ მაინც ვერ ხვდებით, რომ შეიძლება ჩვენს ბედს წვეთდეს ეს კონკრეტული მოწმე და კონკრეტული პროცესი და ჩვენ გვირჩევნია რომ ყველა კითხვა ყველამ დაუსვათ, ყველა კითხვა რაც გვაქვს და ისე მივიღოთ გადაწყვეტილება და არა კითხვის ნიშნები რომ დარჩეს ისე. თან გამიმეორეთ რომ თუ თქვენ არ გეხებათო, მაშინ საერთოდ რატო გაქვთ კითხვა, მაგრამ თვითონ მოწმე ისეთ რაღაცებს ამბობს ხოლმე, რომ მე კითხვებიც გვიჩნდება შესაბამისად და პასუხები გვინდა ამ კითხვაზე და მარტო ადვოკატებს კი არა, ბრალდებულებსაც ხო გვინდა რომ დაუსვათ ჩვენი კითხვები, რაც გაგვაჩნია. წინასწარმაზე საათნახევარი გამოვყავი, პროკურატურას ჰქონდა 20 წუთი და დანარჩენი დროს სრულად დაცვის ხარეს შეგეძლოთ გამოგეყენებინათ. ვინაიდან იგივე პოზიციაზე ვიქნებით შემდეგ სთხოვებს, უბრალოდ დღეს რახან შევთანხმდით, რომ 3 მოწმეს დავკითხავდით. დღეს შეთანხმებისამებრ დავკითხოთ 3 მოწმე. სხვა შემთხვევებში კიდევ არაერთი მოწმეა დასაკითხი. ამის მიხედვით, როგორც წინასწარმაზე დავამენეჯმენტეთ საკითხი, იგივე პრინციპით წავალთ. შეიძლება მივიდეთ ჩვენითაც იქამდე, რომ დღეს უკეთესად ვართ, მე მგონი ვიდრე წინა პროცესზე ვიყავით, რაღაცა პროგრესი გვაქვს. თუ ვერ მივედით, თუ ვერ მივდივართ, თუ თქვენთვის მეუღებელია ეს ფორმა, რასაც ვაკეთებთ, კი ბატონო, ინდივიდუალურად თითოეული ბრალდებულისთვის გამოვხოთ დრო, არ ვიცი 10 წუთი იქნება, 20 წუთი იქნება, 1 საათი იქნება, რაც იქნება და ამ დროის ფარგლებში ჩავეტევით ბრალდებული თან მიმართებაში. სხვა შემთხვევაში თქვენ უღირსებაო, თქვენ ადვოკატებს ახლა 15 კაცი ვართ, ერთმანეთი ძალიან რაღაცა პატივისცემით ვართ განწყობილები, ძალიან რაღაცა ვაფასებთ ერთმანეთს, მაგრამ უბრალოდ შეუძლებელია ეგრე, რომ ახლა ჩვენ ერთი შეხვედრით ისე შევთანხმდეთ, რომ ბიურო გავხდეთ, საადვოკატო, ერთი კომპანია გავხდეთ, ერთი გუნდი გავხდეთ უცებ და კითხვები დავინაწილოთ და თემები დავინაწილოთ. შეუძლებელია ეგრე, ვერ გავაკეთეთ, არ გაკეთდება ფიზიკურად. საბა ნაბახტეველისთვის კითხვის დასმა მოახერხა ადვოკატმა ელგუჯა ავსაჯანიშვილმა. მან მოწმე პოლიციელს თავდაპირველად ქვის როლის ეპიზოდის შესახებ კითხა. როგორც ნაბახტეველმა პროცესზე თქვა, მან მსროლელის იდენტიფიცირება ვერ მოახერხა, თუმცა დაინახა საიდან ისროლეს. ამის შემდეგ ადვოკატმა დარბაზში მოწმის მიერ მიცემული ჩვენება წაიკითხა, სადაც ეწერა, რომ როცა დაზარალებულს ქვა მოხდა, ამ დროს ის სხვა მიმართულებით იყურებოდა. ცით რა მაინტერესებს, თქვენ სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულ დაზიანებებს ეთანხმებით? შეიძლება რამე არ ჩაგიწერეს. ვერ გავიგე. ხო, რა თქმა უნდა, ვეთანხმები კი, რაც დამიწერეს, დაზიანება მქონდა მიღებული, კი. თქვენს გამოკითხვის ოქსაც ეთანხმებით, ხო ესეა? ხო, რა თქმა უნდა, კი. კარგით, იცით რა მაინტერესებს, როდესაც დაზიანება მიიღეთ. დაზიანების მიღების დროს ვინც ქვა ისროლა დაინახეთ, ხო ესეა? ანუ იდენტიფიკაცია ვერ მოახდინეთ, მაგრამ მიმართულება დაინახეთ. საიდან გესწრაფ? კი. ბატონო მოსამართლე, თქვენის ნებართვით 253 მუხლით ჩვენებას გამოვაქვეყნეთ. დასმულ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ქვა მისროლა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მძიმე, თუმცა ვინაიდან ქვის მოხვედრის დროს სხვა მიმართულებით ვიხედებოდი და იყოს სიბნელე, მე მისი დანახვა ვერ შევძელი. ამ ინფორმაციას ეთანხმებით თუ ეხლა რასაც გვეუბნებით ის მივიღოთ? არა, უყურეთ, მან ხო წერია. ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით? მარტო აცემინეთ პასუხი ბატონო მოსამართლე. შუამდგომლობა დამიყენეთ. პროტესტი გვაქვს ბატონო მოსამართლე, თუ ატონი გაქვს ბატონო ადვოკატო ეხლა. ცოტა მოშორდით მიკროფონს. ბატონო მოსამართლე, პროტესტი მაქვს, როდესაც პასუხს ცემს მოწმე, გთხოვთ რომ იცეთ ადვოკატს შენიშნა და აცადოს პასუხის გაცემა და შემდგომში დასვას საკითხო. როდესაც პასუხს ცემს ამ შემთხვევაში მოწმე, მის შეწყვეტინება დაუშვებელია. ეს არის მოქმედი კანონმდებლობა და კარგად ისნობს ამას ბატონი ადვოკატი. აქედან გამომდინარე, რა ადგილიდან გესროლეს, რადგან სხვა მიმართულებით იყურებოდით, ხო არიცით? აქ ესე იწერია. ვერ გავიგე? ხო, არიცით რა მიმართულებიდან გესროლეს. პირდაპირ მიმართულებიდან. აქ გიწერიათ ესეთი რაღაცა, რომ სხვა მიმართულებით ვიყურებოდიო და თან ბნელოდაო. ესე იგი ქვის სროლის ნაწილი არ დაგინახავთ. არა, ერთი ძამი, ანუ ბნელოდა იგი მას ხوانისოს რომ უკუნისებდა. სიბნელეს თავი დავანებოთ. სხვა მიმართულებით რომ იყურებოდით, რა მიმართულებიდანაც გესროლეს, ის ხომ ვერ დაინახეთ? დავინახე.
სხვა მიმართულების ყურების დროს? არა, უყურეთ, ანუ შეხედეთ, რა მნიშვნელობა კი ხარ, სხვა მიმართულებაში არ იგულისხმება მას, 90 გადაუწყვეტ თავი შემოტრიალებული. შეიძლება ცოტათი ქონდეს თავი შემოტრიალებული და როდესაც ხედულობა გაახწურო, ამ დროს მოხდეს. ახლა როგორ ვეუბნები ადამიანმა? კარგით, აქ რომ წერია, რომ დაიყოს სიგნალი და მე მისი დანახვა ვერ შევძელი. ანუ აქ ტყუილი წერია, ეხლა რომ მეუბნები. მან რო წერია მისი დანახვა ვერ შევძელო, ნაგულისხმებია და ნათქვამია ის, რომ ვინის როლა მაგის დანახვა ვერ შევძელი თქო. დიახ, მაგრამ სიბნელეში მდგომი აქციის მონაწილე იყო თუ არ იყო მონაწილე, ეს ხო ივარაუდეთ. კი, რა თქმა უნდა, შევწყვეტ. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის მეორე მოწმე ივანე კაპანაძე იყო. ისიც ნაბახტეველის მსგავსად საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი. კაპანაძის თქმით, მან 1 დეკემბერს მიიღო დაზიანება ხელის არეში, ქვა მოხვდა და სისხლდენა დაეწყო. ისევე როგორც ნაბახტეველმა კაპანაძემაც თქვა, რომ ბრალდებულებს არ იცნობს და არც მათი აქციაზე ყოფნა ახსოვს. სხდომაზე მას კითხვები ერთ-ერთმა პოლიტპატიმარმა კომიკოსმა ონისე ცხადაძემაც დაუსვა. სპეცრაზმელი როცა ცემს აქციაზე აქციის მონაწილეს, თუნდაც დამნაშავე იყოს. დიახ. ამას ხედავს პატრულის თანამშრომელი. უნდა ქონდეს ამაზე რეაგირება თუ არა? ბატონო მოსამართლე, გთხოვთ ეს შეკითხვა განვარიდოთ, მას არ ცხადებია რომ დაინახავს გავსი ფაქტი და შეფასებას კიდევ ვერ მოვთხოვთ ამ სხდომაზე. შეფასება ანუ რა ვკითხული წყალბადის ვალონტობა ხო არ ვკითხო? ანუ რა ემოციურობა არ არის საჭირო აქ იმისთვის რომ მე მივიღო. ანუ არც ბოლო 20 წუთია უყურებ და ყველა კითხვაზე იზახით ვაპროტესტებ რა ვკითხო? შეფასებას ვერ მოვთხოვთ და მაგით არაფერი არ არის. მომდევნო კითხვას რა სვა? დამუშავება რა სვა მომდევნო კითხვას თუ ეს კითხვა. ხო და აქ საქმესთან დაკავშირებით არის. თუ არ მივყევით თანმიმდევრულად ისე ვერ გავიგებთ რა კითხვა რა ინფორმაციის მიღებამ სულს. თქვენი თხოვთ სამართლიანობას და სამართლიან სასამართლოს. რამდენჯერ თქვა? სამართლიან სასამართლო მოიცავს? ხო, იმიტომ რომ მე აქ ვზივარ და თქვენ გარეთ გადიხართ. ონისე, დავასრულოთ. მსგავს პოლემიკაში ნუღა შევდივართ. დასვი და გაცეს. გაძლევთ საშუალებას რომ შეკითხვა დასაწყოთ მესმის. კონკრეტული კითხვა ხო არის? უფლებამოსილებას ხო ეხება პოლიციელისას? კი, მაგრამ შეფასებებს აქ არ გვაინტერესებს რას ფიქრობს და რას არ ფიქრობს ეს კითხვები. ფიქრობს არ ვეკითხები, ვალდებულია თუ არა? ვალდებულია თუ არა მაგ შემთხვევაში იმოქმედოს და დაიცვას მოქალაქე. ხო ამბობენ ხოლმე რომ აქციაზე ვისვამ წესრიგსო როგორც ჩვენთვისო ისე თქვენთვისო. ეგ მაინტერესებს, ეგ არის თუ არა წესრიგის დაცვა. როცა აქციაზე სპეცრაზმელი ურტყავს აქციის მონაწილეს, უნდა იმოქმედოს თუ არა კანონის შესაბამისად საპატრულო პოლიციამ. ეს მაინტერესებს. მოვალეობაში შედის თუ არა? კი, რა თქმა უნდა. ხო შედის. დავასრულოთ რა, არ არის ონისე, შემდეგი შეკითხვა დავუსვათ. სხდომის დასასრულ სიტყვით გამოვიდა კიდევ ერთი პოლიტპატიმარი მსახიობი ანდრე ჭეჭინაძე. მსახიობის თქმით, სამი სასამართლოს განმავლობაში მისი ადვოკატები მოწმეებს კითხვებს არ უსვამენ, რადგან მათ პოლიტპატიმრებთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ჩემი ადვოკატები სამი სასამართლოს განმავლობაში არ სვამენ კითხვას, იმიტომ რომ უბრალოდ არაფერ შუაში არ არიან ეს ადამიანები უშუალოდ 29 რიცხვთან. და ზოგადად უკვე გვესმის სამი სასამართლოა, რომ ამათ არანაირი შემხებლობა ჩვენთან არ აქვს და პლუს არც არანაირი პრეტენზია არ აქვს. ერთმა ადამიანმა თქვა, რომ პრეტენზია მაქვს, მაგრამ ისეთი მაგალითი, ისეთი საბაბით თქვა ეს, რომ აბსოლუტურად გაუგებარი იყო თქვენც მაშინ წინა სასამართლოზე ჩაერთეთ და შენიშვნა მიეცით, რომ აქ თქვენ, ასე რა ქვია, აპირად აზრებს მნიშვნელობა არ აქვს და ძალიან სწორიც იყო. და თუ ლაპარაკობთ ჩვენ იმაზე, რომ გვინდა რომ სწრაფად გადავწყვიტოთ ეს ყველაფერი და მე მგონი ყველას ინტერესში არის და სავარაუდოდ პროკურატურის ინტერესშიც უნდა იყოს, მაშინ პროკურატურამ უბრალოდ უნდა ჩახსნას ის ადამიანები, იმიტომ რომ რამდენი ადამიანი უნდა მოვიდეს რაც 11-ვე პოლიტპატიმარს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლის სასჯელის სახე და ზომა 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წარდგენილ ბრალდებას არც ერთი მათგანი არ აღიარებს. 11 პოლიტპატიმრის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 27 მაისს გაიმართება.